მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა მოკლედ ჩართვა, როგორც იცით, ეს არის გადაცემა, სადაც თქვენ გაქვთ საშუალება გამოთქვა თქვენი მოსაზრებები და გაუზიაროთ ისინი სხვებს. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ყურძნის ფასზე, როგორც იცით, რთველი დაიწყო და დაიწყო პროტესტი გლეხების, ისინი ითხოვენ ფასის გაზრდას. როგორ ფიქრობთ, უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა? თავრობამ უნდა დააკმაყოფილოს თუ არა გლეხების და მევენახეების მოთხოვნა ყურძნის ფასის გაზრდასთან დაკავშირებით, ან უნდა მოხდეს თუ არა კიდევ უფრო მეტად სუბსიდირება ამ დარგის. დაგვირეკეთ გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, მანამდე კი მე გაგაცნობთ მინისტრის განცხადებას, რომელმაც ამ თემაზე გააკეთა ეს განცხადება, სულ რამდენიმე საათის წინ გააკეთა ეს განცხადება, ოთარ დანელიამ თქვა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელი აცხადებს, რომ თველის დაწყებიდან ამ დრომდე გლეხებს 4000 ტონამდე ყურძენი უკვე ჩაბარებული აქვთ. მინისტრის თქმით, ამ დღეებში რთველი აქტიურ ფაზაში შევა. უკვე 4000 ტონამდე ყურძენი არის ჩაბარებული. ასევე მუშაობს ჩვენი ცხელი ხაზი ონლაინ რეჟიმში. შეგვიძლია გქონდეს ინფორმაცია. არსებობს ბევრი მიმართულება თუ როგორ შეიძლება ხელი შეუწყოთ ამ პროცესს. ჩვენ გქონდა შეხვედრა ადგილობრივებთან. ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ჩვენ გეგმავთ დედოფლის წყაროსო და სიღნაღში კოოპერატივების გაკეთებას. ეს გახლავთ გრძელვადიანი პერსპექტივა, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. მისივე თქმით, ფასებთან დაკავშირებით 100-თა სხვადასხვაობა იყო. ჩვენ ბაზარს ვერ ვუკარნახებთ ფასებს. ნებისმიერი ფასი, რომელსაც სახელმწიფო დააფიქსირებს, ეს იქნება საბაზრო ფასიდან გამომდინარე. ბიზნესს აქვს თავისი მოთხოვნები და ჩვენ ვერ ვუკარნახებთ რა ფასი დაადონ ნედლეულს. თეთრი ყურძნის შემთხვევაში იქნება 60 თეთრი. რა ფასშიც სახელმწიფო ჩაიბარებს იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი არ ჩაიბარებს ამ ყურძენს. შავი ყურძნის შემთხვევაში კი ფასი იქნება 85 თეთრი. ეს არის ჩვენი მინიმალური ზღვრული ფასები, განაცხადა დანელიამ. მისივე თქმით, ეს ფასები გლეხებს თითქმის 100%-იან მოგებას აძლევს. ჩვენ დავთვალეთ თვითღირებულებები და დადგინდა ფასი 5 ლარი კილოგრამი ყურძენი ვერავის ვერ დაუჯდება. ამ ოცულობით, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, წაგებას არავინ არ ნახავს, განაცხადა მინისტრმა. ისივე განმარტებით, ჩდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის აქციები, რომელიც დღეს კახეთში ტარდება, იყოს მართული პროცესი. აი ეს არის მინისტრის განცხადება. მოკლედ თქვენ რას ფიქრობთ? შარშან ამის 2 ლარი ღირდა, შავი ყურძენი, წელს 85 თეთრი ეღირება მხოლოდ და გლეხებს აქვს ბუნებრივია პროტესტი. ვიდეო გამოკითხვა დღეს არ აგვაქვს, ასე რომ დაგვირეკეთ პირდაპირ, გამოთქვით თქვენი მოსაზრებები. ჩვენი ტელეფონის ნომერია 237 139 238 139. შეკითხვა კი არის ასეთი, უნდა გაუზარდოს თუ არა მთავრობამ ფასი გლეხებს ყურძნის ფასი. გამარჯობა, გისმენთ. თუ არის მაყურებელი, თუ არ არის, მაშინ კიდევ ერთხელ გამოვაცხადებთ ტელეფონის ნომრებს 237 139 238 შეგახსენებთ დღეს. კუჩის გამოკითხვა არ აქვს, ამიტომ პირდაპირ თქვენ ზარებს ველოდები. არის ზარი, კი ბატონო. მივესალმოთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, გისმენთ, თქვენ რას ფიქრობთ? მოისმინე ბატონო მე ყველაფერი. ესე მინისტრი და ეს გამგეობის ხალხი რო ეუნებოდა. რომ თუ ვერ გაკეთებთო, მე ჩავიბარებთო. თუ მოკრეფილია გამგად, სად უნდა გაყიდოს, რა უნდა გაყიდოს და მე დაცილმა არის გლეხობის რა. ეს რა უნდა? აკომენტარი აღარ შეიძლება. და რა უნდა ქნათ თუ ბაზარზე მეტი ფასი არ არის? ბაზარზე მეტი ფასი თუ არ არის, მოგიდებოდ გლეხებს რომ ამდენად ჩავიბარებთ, აგეხმარებით ის, რომ მაშინ 750 სოფლის მეურნეობის იმაში რაში წავიდა. ის ახლა 900 ვაში წავიდა. კარგით, გასაგებია თქვენი პოზიცია, თქვენ ამბობთ, რომ უნდა დაეხმაროს მთავრობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა გაზარდოს თუ არა მთავრობამ ხელოვნურად ყურძნის ფასი სუბსიდირებით? გამარჯობა, გისმენთ. მერაბ. დიახ, გისმენთ. ბატონო მერაბ, ეს ჩემთვის ის შემთხვევა, როდესაც მე ხელისუფლებას უჭერ მხარს, იმიტომ რომ თუ საბაზრო ეკონომიკაში ვცხოვრობთ ჩვენ, ხელისუფლება არ არის ვალდებული, რომ რამდენსაც მოითხოვ, იმდენი გადაუხადო გამკიდველს. ეს ასე მაშინ ასე გაგრძელდება ეს ციტრუსების საუბაზე, თხილზე, ჩაიზე და ყველაფერზე. საბაზრო ეკონომიკაში კარგად იყო იქ ნათქვამი, რომ საბაზრო ეკონომიკა არეგულირებს ამას ყველაფერს. მე ასე მიმაჩნი ერთად. ანუ არ უნდა მოხდეს მთავრობის. არ უნდა მოხდეს განიშნო მთავრობა არაფერს ვაში არ არის კაცო. ჟე ამუშავე ის რომ მე კი ბატონო გაყიდე. ბაზრის ფასები სადაც კიდე გაყიდე, გინ ჩააბარე, გინ ბაზარში, გინ სადაც თავისუფალია ვაჭრობა. კი ბატონო, გასაგებია თქვენი პასუხიც. თქვენ რას ფიქრობთ, უნდა გაუზარდოს თუ არა მთავრობამ ყურძნის ფასი გლეხებს? გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა ბატონო მერა. დიახ, გისმენთ. შარშანდელი ფასიდან გამომდინარე ის, რომელიც დაკავშირებული იყო ეთყობა რაღაც მერის არჩევნებთან, გამგეობების ასე შემდეგ და რაღაცეები, თავისთავად ცხადია, როცა დოლარი მიდის ინფლაციაში, წესით უნდა გაუზარდო, მაგრამ როგორც მეღვინეები იძახიან,
მათ ექნებათ პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ევროპაში არის, მაგალითად, ყველგან ნებისმიერი ქარხანა იბარებს მაქსიმუმ 40 ტონამდე ყურძენს. არ არსებობს ის თუ 800 ტონა ჩაიბაროს ვიღაცა, იმიტომ რომ ყველა მეღვინეს აქვს თავისი, როგორც ითქვა, ვენახები და იმათმა იციან თუ რომელი ჯიშის ვენახიდან რა ღვინოს გააკეთებენ ყოველგვარი შერევის გარეშე. იმიტომ რომ თუ ყურძენს აურევ, უკვე იმ ღვინოს ვეღარ აკეთებ და ესენი იძახიან რომ ჩვენ გლეხებისგან ვიბარებთ ყურძენს უბრალო ღვინისთვის, იმიტომ რომ მათ მოაქვს შერეული ყურძენი. ისინი ვერ ენდობიან გლეხებს. ისინი თავიანთ ვენახებს ენდობიან, იციან რომ მოკრიფავენ აი ამ რიგში მაგალითად 1-5 ჰექტარზე რაღაც კაწითელს ან რაღაცას მაგალითად ის არის ზუსტად კაწითელი და არა არეულის მირეულ მორეული. როგორც იტყვიან და აკეთებენ სუფთაღვინოს, რომელიც შეუძლიათ მე ექსპორტზე გადიან, მაგრამ ამათი ღვინო გლეხების ღვინოს ეს არის უბრალოდ იწურება და იყიდება როგორც ღვინო, ესეთი ბოთლში ჩამოსასხმელად, როგორც იძახიან მშრალი ღვინო, რომელიც არის ზუსტად 10%-იანი იმ ჯიშისა, რაც ბუსიაც ეგეთი არ გამოდის და. კარგით, მოკლედ უნდა დაუფინანსოს მთავრობამ თუ არა თქვენი? იცით, მთავრობა ვერ დაუფინანსებს, იმიტომ რომ თავისთავად ცხადია ღვინის გასავალი ამხელა არ არის. წესით უნდა დაუფინანსოს, მაგრამ ყოველგვარი შეღავათები საბაზრო ეკონომიკიდან მორჩა და. კი ბატონო, გასაგებია, კარგით, მადლობთ. კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. სუბსიდიის წინააღმდეგი ვარ აი ეკონომიკაში საერთოდ, მაგრამ სახელმწიფო სხვანაირად უნდა დაეხმაროს. ეხლა რატო ვერ იბარებენ ასეთ ფასებში? იმიტომ რომ ბაზრები დაეკეტათ. არ ქონდათ ბაზრები გახსნილი ევროპისკენ, რომელსაც ხელი მოაწერეს და მიმული იყვნენ ამ რუსეთზე მარტო და იმიტომ ვეღარ გააქვთ და ეხლა სანამ წაიღო ნამდვილი ღვინო. აი ეს უნდა ეფიქრათ ჯერ ერთი. მე კიდევ დაეხმარონ ეხლა გლეხობას ქვევრის ღვინო ხო არ გაუფუჭდება, რაც ძველდება უფრო უკეთესია. გაუკეთონ პოპულარიზაცია, დააწურინონ, დაწერონ ინგლეხებმა და მერე გააყიდინონ ისე. აი ამაში უნდა დაეხმარონ, თორე ფული კი არ უნდა მისცენ, უნდა დაეხმარონ ხელი შეუწყონ, რომ სად გასაღების ბაზრები მოუძებნონ. აი ეს ამ მთავრობის ვალი, მაგრამ არ აკეთებენ ამას და იმიტომ. აი ეს აუბედურობა. კი ბატონო, გასაგებია თქვენი მოსაზრებას, თქვენ რას ფიქრობთ, უნდა მოუმატოს თუ არა მთავრობამ ყურძენს ფასი? გამარჯობა, გისმენთ. მე რა გამარჯობა, ისიც აგამოა და მაგარი გაგულება გამოა კახელებისთვის შეგ. აი ბოლო-ბოლო რა გავიგე, მასწავლებლების არ იყოს კაცო. რამდენად მისცე, განიმდენი თქვა რომ მეყოფაო. როგორ ეხლა ადამიანმა 10 ტონა, 20 ტონა ყურძენი ჩააბაროს და მშრალზე ზისურა, შეგო გახოს მისაზროს იყო 20 თეთრი, 30 თეთრის ნახევარი წარადგენენ და იონიშვილი მოვიდა თუ არა, წოდებიანენ დავეხმაროთ და მიცეთო. ხომ ისეს პირველი წელი, მეორე წელი მისეს. ეხლა ცხოვრობენებს კიდე მოვიმატეო. აი მაშინ საქმე. არ უნდა მისცენ არაფერი. რასაც აძლევენ თქვენ მადლობა. всё. კი ბატონო, თქვენი მოსაზრებას გასაგებია. თქვენ რას ფიქრობთ, დაგვირეკეთ 227, 139, 239, 139. ჩვენ დღეს საუბრობთ რთველზე, როგორც იცით, რთველის დაწყებას მოყვა კახელების მხრიდან საპროტესტო აქციები, გლეხები აპროტესტებენ ყურძნის დაბალ ფასს და ითხოვენ მის გაზრდას. თქვენ როგორ ფიქრობთ, მთავრობა უნდა დააკმაყოფილოს თუ არა მათი მოთხოვნა? გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. ალო. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. იცით რატო არ უნდა მიცენ? დღეს ესეთი ხალხი გამოვიდა და ისე მან ჩაატარა ბრიფინგი, რომელიც 30 და 20 იძლეოდა და ვისი გაკეთებულიცა ეს და ხალხი ვისი გამოყვანილიცა უკვე ეტყობა და ჩანს ყველაფერი. აი ამიტომ თორე ისე დასაფასებელია გლეხის შრომაც და ყველაფერიც რა. აი ამიტომ არ უნდა მიცენ. უნდა ახსოვდეთ იმ კახელ გლეხებს რამდენს უხდიდნენ ნაციონალები. კარგით ბატონო, თქვენი აზრიც გასაგებია. კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. ადეო. დიახ, გისმენთ. დიახ, გამარჯობა. ახლა როგორ ისმის? დღეს როგორ ისმის? ადეო. დიახ, გისმენთ. ისიც როგორ არის, ახლა ბევრი ლაპარაკობენ, რომ იმაზე უნდა იფიქრონ ევროპულ ბაზარზე და რაღაცა. ორი დღის წინ იყო ევროპაში სამბები იყო, რომ ესა გლეხობა გამოვიდა იქაური ფერმერები რაღაცა და სუბსიდირება მოითხოვეს და მიიღეს სუბსიდირება 500 მილიონი ევროსი სუბსიდირება მისცეს და ეგრე არ არის რა იმაში იმ ევროპაში ჩვენი არც ღვინო შირდება და არც არაფერი არ შირდება ისე რომ პრინციპში უნდა ცოტათი მოუმატონ ჩემი აზრით სუბსიდირება უკეთესი იქნება. დიდი მადლობა. კარგით, კი ბატონო. თქვენი აზრით გასაგებია, ხო, გავაგრძელებ იმაზე საუბარს, რაზეც ჩვენი მსმენელი საუბრობდა, რამდენიმე დღის წინ ბრიუსელის ცენტრში ევროპელმა ფერმერებმა გამართეს დიდი საპროტესტო აქცია, მოიყვანეს
მოიყვანეს კომბაინები, ტრაქტორები, დაყარეს თივის ჟვინები და ცეცხლი წაუკიდეს და სწორედ სუბსიდირებას ითხოვდნენ. ისინიც ამბობდნენ, რომ რუსეთისთვის გამოცხადებული სანქციების გამო და იმ ბაზრის დაკეტვის გამო ევროპელი ფერმერები ზარალს იღებენ და ევროკომისიამ გადაწყვიტა მართლაც მოახდინოს მათი სუბსიდირება. რა ხდება დღეს საქართველოში? საქართველოში მეღვინეები ითხოვენ დახმარებას. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა დაეხმაროს თუ არა მათ მთავრობა ფასის ხელოვნურად გაზრდით? გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. გამარჯობა, ბატონო. მე ჯერ მაინტერესებდა ახლა სუბსიდიები მარტო კახელმე ვენახებს ეძება თუ ქართლი, იმერეთი, აი მაგრამ ყურძენი და ვენა ხო, ნუ ძირითადად რთველი კახეთშია ხოლმე. არა, კი, რთველი იმერეთიც არ არის ცუდი მოსავალი და ქართლიც არ არის და მაინტერესებდა უბრალოდ თუ იცით აი სუბსიდიები არა, ძირითადად კახეთში ხდება. აჰა, გასაგებია. ისე უნდა მოუმატო რა. შეიძლება რაჭაშიც, არ ვიცი. ხო, უნდა დაეხმარონ ბატონო, მე რა შეძლებს დაგვარად უნდა დაეხმარონ. კი ბატონო, გასაგებია. სეტყვა იყო, ის იყო, შეწამლა მეტი დასჭი და წამალი უნდა გამოტანილი აქვს ბატონო, მე რა ბევრი ბანკიდან ფული აქვს ხალხს გამოტანილი, შეძლებს დაგვარად უნდა დაეხმარონ. მადლობა. კი ბატონო, თქვენი აზრით გასაგებია. კიდევ ერთ მაყურებელს მოგუსმინოთ, გამარჯობა. დიახ, გისმენთ. მე აი ახლა დამასწრო მაგ ადამიანმა და მეც მაგ კითხვა მქონდა, ესე იგი შარშანში გურიაში იმერეთში განადგურდა სიმინდი და სხვა კულტურები. აჭარაში მაგალითად როცა მანდარინი ფუჭდება, ვინმე სუბსიდირებას ახდენს? მანდარინზე ახდენენ, კი როგორც ვიცი. როცა არაფერის არ ახდენს არავინ, თუ ძმახარ და მანდარინზე ახდენს თავრობა. ადამიანს დაეხმარონ უნდა, მაგრამ უბრალოდ რა არის იცი? ვიცინა ივანიშვილმა თავის ჯიბიდან ამოიღო 80 მილიონი და მისცა მაშინ როცა შეტყვა იყო მაშინ. ერთი ჩადი კახეთში რო იგინებია რა ივანიშვილმა რა გააკეთა რა გააკეთა და ის ფული რომ მისცა იგანე დაზარალებულებს გადააჭდნენ მერსედესებს და ჯიპებს და იმას და ეხლაც ითხოვენ მოვიდა მადა სხვებსაც უნდა დახმარება მაშინ ზვაო. კი ბატონო, თქვენი მოსაზრებაც გასაგებია. კიდევ ერთ მაყურებელს მოგუსმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. ამ ხალხს მე მგონი ამნეზია აქვს, ჩემო მერა. ამნეზია აქვს, მე მგონი რა, სულ რამდენიმე წელიწადია. ეს გლეხები არ იყვნენ, დიდი ღრიბები თორე გამოდიან დღეს და ვენახებს რომ კაჭავდნენ, რა, კაჭვა, მაშინ გავიგე პირველად ეგ სიტყვა, ვენახებს რომ კაჭავდნენ. ხო გასულ კარგად. მე მახსოვს და წალამად ყიდნენ იმას, რა ქვია რა. და ამ თავრობა მანეთამდე გაუყადა ყურძნის ფასი და იმ დღეს სიუჟეტს უყურებ, უბრალოდ საწაუსულიყავი, სიცხულით არ ვიცოდი. შენო მეო ყურძნს ვაწარმოებ თუ არა, ვინ გეკითხება? შენ სუბსიდირების 35 თეთრი მომეციაკავ ძმაო და შენ ვინ კითხავს მე ვაფშე ყურძნს მოვიყვან თუ არა? აი ესეთი მიდგომა აქვს გლეხებს. მაგათ არ უნდა მიცე. ეს რა ახალისა ბიზნესთან ხო? ძალიან ბევრი შეეშალა. შებძანდით კახეთის ნებისმიერ სოფელში და გამოაღეთ უბრალოდ ის რა ქვია რა მანქანა დაგხვდება შიგნით ესა კარგად გამოკოპციავებული მანქანები რა მანქანები დაგხვდებათ რიგის ერთი მამიკოს ერთშვილი და ასე შემდეგ და გაუმაძღარი ხორები მაგათ კარგი ნუ გავლანძღავთ ნურავის არა აბა რა არის ეს ვერ გავიგე რა ზგავს მაგათი აქციები ესენი არიან გლეხები მაგათ უყვართ მიწა მაგათ უყვართ ყურძენი მაგათ უყვართ ფული და მაგ არა ფული ბევრს უყვარს კაცო თუ იშრომე ფული უნდა მიიღო პრინციპში რა უნდა მიიღო მე იშრომ უნდა მიიღო ხო იშრომეს და მაღაზია იძახიან რაც იშრომეთ ვერ ვიღებთ ამ თავრობას რას ავალდებულებს რატო უნდა მიწეს სამი მანეთი მაგალითად იმას რა ქვია თავრობას რატო უნდა მიწეს სამი მანეთი რომელიც დღეს ყურძენი 50 თეთრი რასაც აძლევს იმასაც დაადიდი მადლობა თქვა რა კი ბატონო გასაგებია დიდი მადლობა კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ გამარჯობა ალი მიეცი გისმენთ გამარჯობა თითით რა მაინტერესებს რაც შეეხება თანხის დარიგებას რომელიც მოხდა წინა წელს დაზარალებულებთან დაკავშირებით არც ერთ გლეხისთვის გლეხს რომელსაც თანხას უხდიან და რომელიც მიწაზე მუშაობს ხო ის ფიზიკურად მერსედესს ვერ იყიდის და ვერ მოაჯდება როგორც ახლა საუბრობდნენ ეს არის გლეხების ლანძღვა რა არა აქ იყო საუბარი სტიქით დაზარალებულებს კომპენსაცია როცა გადაუხადეს მაშინ არა ერთი წუთით ვინც აქ დარეკა არა მესმის მაგრამ ვინც აქ დარეკა არავინ არ იცის რა არის ვაზი საერთოდ რა შრომატევადია ხალხო ესეთი არ ხდება
როგორც თქვენ ამსჯელობთ. და პირველად ხდება სუბსიდირება, მიშას დროს არ ხდებოდა? ეს თავრობა რომ მოვიდა, რა რევსი დახმი. არა, ეხლაც ხდება თუ არ ხდები? ბაზარი რომ მომხდარიყო რეალიზაცია ხალხო. რა ხდება ხალხო? მარნებში ღვინო ქვეყანა არის, არ გადის ფიზიკურად. ჩვენ თვითონ ვართ მევენახები და ვიცით რა ამბავიც არის. ღვინო არ გადის. რისთვის არ გადის? იმიტომ რომ ბაზარი ვერ გაიცნა. ხო ამ თავრობამ რა გააკეთა? შექმენ ის პირობები და გლეხს არ დასჭირდება იმ რაღაცა 25 თეთრზე რომ იმათხოვროს. არ ნამდვილად არ დასჭირდება. გლეხს ეს უჭირს. კი ბატონო. თქვენ არის ყვარელში რა მოხდა და როგორ დაისეთყვა? კი ბატონო, გასაგებია თქვენი მოსაზრებას. დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ. კიდევ ერთ მაყურებელს მოგუსმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. ბატონო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებაზეა ხო ლაპარაკი? ანუ ლაპარაკი არის იმაზე, რომ თქვენი, ჩემი და ჩვენი შეტანილი ფული გადაუნაწილდეს იმ ადამიანებს მაგაზეა ხო ლაპარაკი? დიახ, დიახ. და თქვენ ხო არ მიგაჩნიათ, რომ ეს ჩვენ უნდა ვკითხონ, ვინც იმ ბიუჯეტს ავსებს და არა მთავრობას? ნუ ახლა ჩვენ მივეცით ასე უფლება მთავრობას ბიუჯეტის განკარგვის, როცა ავირჩიეთ და ხო და იქნებ ვკითხოს ცოტათი. ხო, შეიძლება კი ბატონო. თქვენ რა აზრის ხართ? მე ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით აზრი არა მაქვს, ესა ჩამოყალიბებული, მაგრამ ზოგადად მიმაჩნია, რომ სუბსიდირების თემებში ცოტა საზოგადოება უნდა იყოს ჩართული ის ხალხი, ვისი პულისაც განკარგავს მთავრობა. კი ბატონო. მაგრამ რეფერენდუმზე ხო ვერ გამოიტანენ ხა ყველა ეს საკითხი. რაღაცნაირად უნდა იყოს ეს კომუნიკაცია ალბათ. კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. თქვენ რას ფიქრობთ? დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრებები. მალე დავიკითხა Facebook-ის კომენტარებსაც, თუმცა მანამდე ერთ მაყურებელს მოგუსმინოთ კიდევ. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. სიმართლე რომ გითხრათ, არ მიდოდა ეხლა დარეკვა, მაგრამ ჩვენ წინ კოტაცმა გამოსულმა მომაგილებია ყურმელდღეხელი. როგორ შეიძლება გლეხ ადამიანს, ქართველ ადამიანს, ქრისტიან ადამიანს ღორი უწოდ? რა არის ეს? სადამდე ჩავედით? თუმცა გასაკვირი რა არის, 2 დღის წინათ თქვენმა კოლეგამ დოლიძემ მილიციის მუჩაღებს ძაღლები უწოდა. რა არის ეს? გამაგები ეს ერთი რა. ცოტა მაინც გიყვარდეს ერთმანეთი, ცოტა მაინც პატივს წენდეთ. კი ბატონო, საკითხზე რას ვიქნებით? იმ გლეხის გვეინა და აუ ასე ცხოვრობენ და რა ცხოვრობენ? ჩადით ერთით კახეთში და ნახეთ. რაც შეეხება ამ საქმეს, უნდა დავეხმაროთ. თუ შეუძლია სახელმწიფოს უნდა დაეხმაროს. თუ არ შეუძლია, უნდა უთხრას რომ ვერ დაგეხმარები და აი უბრალოდ ამას გეტყვით. დღეს დაიწყო მიღება ყურძნისო. რა უჭირდა პირველში დაეწყო? ხო ამბობს იქ ხალხი გამოდის და ამბობს რომ გიფუჭდება. ორკაც რო ჩაებარებია, მაინც ხო კარგი იყო. ამას პატარა რაღაცა განძრევა ხო უნდა, ამას ფული არ ჭირდება, ამას ლარის გაუფასურება არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ ორგანიზება უნდა ამას და უნდა გიყვარდეს შენი ხალხი. არ უნდა უძახოდე ღორს, არ უნდა უძახოდე ძაღლს და სხვა რაიმე. კი ბატონო, გასაგებია. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. მოდით ნახოთ Facebook-ზე რა წერენ ამ თემასთან დაკავშირებით. ჩორენა ჯანაძე წერს, ბაზრის საქმეაო, მაია ხუნდაძე, აქ მხოლოდ ბიძინას სურვილები უნდა დაკმაყოფილდესო, არა რატომ უნდა ვიხადო, ლევან კობიაშვილი წერს გადასახადების სუბსიდირებაში. ზაზა ლობჯანიძე, რა თქმა უნდა, ლარზე ნაკლები არ უნდა იყოსო. გიორგი გოლეთიანი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს სუბსიდირებაო. კობა სულაქველიძე, ყურნის ფასს მოთხოვნა მიწოდება უნდა არეგულირებდეს. სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ერეოდეს, მაგრამ პრობლემა ცდება ბიზნეს სოციალურ თემაში გადადის და ამიტომაც ერევა სახელმწიფო როგორც შეუძლიაო. კობა კარანაძე, კიდევ ერთი აფერისტობა მეღვინეებს ღმერთმა გაუმარჯოთ, მაგრამ სხვა მოქალაქეების ხარჯზე რატომ უნდა მოუგლოვდეთ ჯოჯოებისგან შექმნილი პრობლემა, მოუგვარდეთ ჯოჯოებისგან შექმნილი პრობლემა, ვინც დაპირდით კომუნიზმის აშენებას, იმან გადაიხადოთ თავისი ჯიბიდან. ვისთვის და მაგას და ჯოჯოებს დაეტყოთ მესამე წელიო. კახა მაია ხვედაშვილი, მე მგონი კვოტა უნდა დაუწესდეთ, თავიდანვე რამდენის მოყვანა შეუძლიათ, რათა გასაღება გარანტირებული ჰქონდეთ. საერთოდ საინტერესო ევროპაში როგორ არის დარეგულირებული, აი კვოტა უნდა შეეხოს თუ არა ქარხნებს, ეს საკითხავიაო. სოფია ჯიბაძე, რას ქვია აუწიეთ ან დაუწიეთ ფას, ეს რა ერთი ვინმეს ჭკუაზეა და გლეხებმაც გაითვალისწინონ, როცა სახელმწიფო მარჩი გეუბნება, მიდი ნუ გეშინია ფასი იქნება 7 ლარიო, გაუფორმოს მარჩივი, ამ თანხაზე ხელშეკრულება თუ აწყობს. გლეხები ვერაფერს ვერ გახდებიან, სახელმწიფო უბიძგა დაქცეული რუსეთის ბაზრისკენ თან, გარკვევით და მკაფიოდ არ უთქვი ამ გლეხებისთვის შეიძლება პრობლემა შეგექმნათო. დალის იბაშვილი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს, მაგრამ ამ ბაზრის მოძებნაში მთავრობა უნდა დახმარებოდაო.
გოგა ტირკია ეკონომიკის პირველ კურსზე ისწავლება გინდა გაანადგუროთ ბიუჯეტით დაიწყეთ სხვადასხვა სექტორის სუბსიდირება. ქართოს ბახსოლიანი დაახლოებით ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი სოფლად ცხოვრობს, რომლებიც გადასახადებს არ იხდიან. ქალაქში მცხოვრებლებიდან უმეტესი უმუშევარია, დანარჩენის მიერ გადახდილი გადასახადები ვერ შეინახავს ამდენ უმუშევარ სუბსიდირება ძალიან ცუდად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე და ეროვნულ ვალუტასაც აუფასურებს. მანჩო ახვლედიანი კი უნდა მოხდეს სუბსიდირებაო. Ну, ესეთი არის კომენტარები ძირითადად. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? გამარჯობა გისმენთ. ალო. დიახ, გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ. მოგლეთ, მე აიმეს პასუხი მინდა გავცე, კაცი რო ეკავზე იძახის, მერსედესებს ყიდულობენ, ამას ყიდულობენ. მე არ მინდა შევაგილო, მე შაშიან დავნეკავ, არ მინდა შევაგინო, კია პირდაპირ ეთერში შესაძინებელი ის კაცი. არა, შეგინება და ლანძღვა არ გვინდა. აქ რაზე იყო საუბარი, ხო, თქვენ ხო გახსოვთ სიუჟეტი, პირველ წელს როცა ოცნება მოვიდა და ბიძინამ ის 80 მილიონი გადაურიცხა კახელ გლეხებს სტიქის დაზარალებულებს, მერე იყო სიუჟეტი, რომ ვინც მიიღო სტიქის დაზარალებულებმა ეს თანხა ივანიშვილის გადარიცხული, იმით მანქანები იყიდეს. ეს იყო ტელევიზორში აჩვენეს. ის გადაურიცხა სოფლის თავმჯდომარეებს და იმათ ახლოვებს, სოფლის ხალხს. არა, სტიქით დაზარალებულებზე იყო აქ საუბარი. არა ყურძენზე არ იყო საუბარი. ხოდა მერსედესებიც იმათ იყიდეს. ხო, კი ბატონო. და იმ კაცმა ჯერ გაარკვიოს და მერე ისე ილაპარაკოს. კი ბატონო, ეხლა გითხარით თქვენთან რა ხდება ყურძენთან დაკავშირებით. სამწუხაროდ გათიშა ტელეფონი. კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. გისმენთ. თუ გესმით ჩემი? ნუ აღარ ჩანს არ ესმის მაყურებელს. გესმით ჩემი? გამარჯობათ, მოგესალმებით. დიახ, მოგესალმებით. პირველ რიგში მე კახელკაცზე არ მინდა ცუდი საბესტირება დამჩეს, იმიტომ რომ ესე იგი რამოდენიმე წლის განმავლობაში თუ ესე იგი საქმეს აკეთებდა მთავრობა მათ სასარგებლოდ, ეხლა ერთ წელს როცა ეკონომიკური კრიზისია და გაყიდვები შემცირდა, თუმცა მე ნაწილობრივ ვაგანაშაულებ მეღვინეებს, რომ ესეთ მაინც მცირე თანხაში ყიდიან, ამის გამო, არ ვიცი, ესე იგი უმადურობას არ უნდა კონდეს ადგილი, თუ პოლიტიკური ამბები არ არის და თუ ეს ამბავი უნდა რომ მთავრობამ გამოასწოროს, თუ გულწრფელად უნდა ეს ამბავი გამოასწოროს და გლეხის ხარე დაიჭიროს, სუბსიდირებაში კი არ ჩადოს ფული, ჩადოს მაცივრებში და გლეხი ამ ყურძენს თუ არ გადაუხდის საკადრის თანხას, ისა რა ქვია, მეღვინეები, ის ქარხნები დაურჩება და დაუჟანგდება და ეს გლეხი ამ მაცივარში წაიღებს და როცა 3-4 თვის მერე სეზონი რო გავა, იმის მერე გაყიდის და გარწმუნებს, ამას რო დააპირებს გლეხი მაცივარში წაღებას, შეხვეწება და გაუორმაგებს და გაუსამაგებს რაღა მაცივარში მაშინ თვითონ დაწუროს და ღვინოთ შეინახოს ესეც ხო შეიძლება. მაგდენი ქვევრები არ აქვს, ბატონო მერაბ, თორე კი დაწურავდნენ და გააკეთებდნენ, უბრალოდ მოცულობას ვერ მოერევიან ქვევრების იმას. თუ გაკეთდება მაცივრები, მე გარწმუნებთ, რომ მინიმუმ 2 მაგ და შეიძლება მეცაც მიიღებენ გლეხები. აი ეს არის თუ მე ამ თავობის მაგერი, რადგან ამ მინისტრმა ეხლანდელმა ვერ გათვალა კარგად, თუმცა არაა ცუდი ბიჭი, აი ამ ვერ გათვლის გამო გაუშვებდი, მოვიყვანდი უფრო გამოცდილს და იმედი გაუჩნდებოდა გასაგებია. კარგი. დიდი მადლობა, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, მივესალმებით თამთა ასათიანს, თამთა გამარჯობა. გამარჯობა, მე რა მოგესალმები, მივესალმები რა თქმა უნდა პალიტრატივის მაყურებელს, ჩვენ ზუსტად 9-ზე ვართ პირდაპირ ეთერში ინტერნეტ პალიტრით, მიმოვიხილავთ როგორც ქართულ ისე მსოფლიო ინტერნეტ ამბებს. კახი მამულაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ორად გაიყო საზოგადოების აზრი, ნაწილი აკრიტიკებს, ნაწილს უხარია, მოკლედ ამ გამოხმაურებებს გადავავლებ თვალს, ასევე ჩვენი ჟურნალისტი ეკა ბახუტაშვილი მთიან აჭარას სტუმრობდა და რა მდგომარეობაა მაღალმთიან სოფლებში, ამის შესახებაც შევიტყობთ და შემდეგ უკვე მსოფლიო ინტერნეტ ამბებს გადავავლებ თვალს, ასე რომ გელოდებით ტელეეკრანებთან ზუსტად 9-ზე. კი ბატონო, უყურეთ თამთა ასათიანის გადაცემას 9 საათზე, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.